იმით დავიწყოთ, რომ ყველა ეს დოკუმენტი არის მკვდრად შობილი. არაფერი მაგ საქმიდან არ გამოვა. სამშვიდობო შეთანხმება გაკეთდეს და ამის შემდეგ დასრულდეს on the ground, როგორც ამბობენ, მიწაზე ბრძოლა, ასე არ მუშაობს ეს ფორმულა. ჯერ წყდება ხოლმე ცეცხლი და ამის შემდეგ იწყება და შეიძლება 10 წლეულობით გაგრძელდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ბევრ შემთხვევაში გვინახავს. ასე რომ ამ ანუ და არასწორი დასაწყისია, ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. ვერაფერს ეს ვერ მოიტანს, იყო 28 პუნქტი, გახდა 19, ხვალ შეიძლება იყოს უფრო მეტი, პუტინთან შეთანხმებულია. ანუ ეს რო დაიწერა, პუტინი აჩერებს ამ დოკუმენტის საფუძველზე ცეცხლს და წყვეტს სამხედრო საბრძოლო მოქმედებებს, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ გვახსოვს იშვიათი მეტალების რაღაც შეთანხმებასავით თუ ესე ვთქვათ ამერიკის ინვესტიციები რომ უნდა ჩადებულიყო თვეები გავიდა მას მერე და მივიწყებული აღარავის არ ახსოვს გვახსოვს კიდე ბევრი სხვა ამ ტიპის ინიციატივა 2-3 წლის წინ ჯერ მაშინ ტრამპი არც იყო მოსული პრეზიდენტად არ იყო არჩეული შვეიცარიაში იკრიბებოდნენ ხოლმე მახსოვს ევროპელ ლიდერებთან ერთად მაშინ ბაიდენი ჩამოდიოდა ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინის აღფშენებლობაზე, აღდგენაზე, ქალაქების განვითარებაზე, გზების მშენებლობაზე, საავადმყოფოების აღდგენაზე და რა ტიპის აპარატურა უნდა შესულიყო იმ საავადმყოფოებში, ამაზე საუბრობდნენ. ანუ ეს პიარისთვის შეკრება და მედიაში შემდეგ აი ამ თემების შემოშვება ვისი პიარისთვის? საერთაშორისო გეოპოლიტიკური დიდი მოთამაშეები, ხა ეს დიდი პოლიტიკოსები რო არიან, ისინიც თავის ამომრჩეველთან რაღაც ესე ვთქვათ პოზიციებს თუმცა ეს 28-პუნქტიანი ტრამპის დოკუმენტად 28-პუნქტიანი ტრამპის დოკუმენტი შეიძლება იწოდოს თუ არა ზოგი რუსეთის დოკუმენტს ეძახდა ანუ იცით რა რუსეთის დაწერილია ჩემი გადმოსახედიდან მე რა ანალიზის გავაკეთე წავიკითხე ის 28 პუნქტი ეს არის რაღაც ესე ვთქვათ დაჯდა გარკვეული გუნდი შეიძლება მათ შორის ვაშინგტონში სპეციალისტები ექსპერტები და ორივე მხარის წინადადებები გააანალიზეს და სადღაც შუაში დაწერეს, ასე ვთქვათ, შუა გზაში შეახვედრეს ორივე მხარე. არც ერთს მოეწონებოდა და არც მეორეს. მოსკოვიდან თქვენ ამ 28 პუნქტზე გაიგეთ, მკაფიო თანხმობა, რომ ჩვენა ვაჩერებთ ცეცხლს და აი ამას ხელს მოვაწერთ და გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა დამყარდება. რა თქმა უნდა, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი? იქ არის შეურაცხყოფელი და კატასტროფული იყო, ასევე ეს შეთანხმება უკრაინისთვისაც. გავიხსენოთ ორ რაღაცას ვიტყვი. უკრაინას ვერავინ ვერ უკარნახებს, ვერც გარედან და ვერც მათ შორის ვერც ქოცები, იმიტომ რომ რაღაცა ჟრიამული ქონდათ ეს ბოლო ორი დღე, როდის უნდა შეწყვიტოს თავდაცვა. ის არის აგრესიის მსხვერპლი, ის თავს იცავს და როდის შეწყვეტს ამ თავდაცვას, გადაწყვეტს უკრაინის ლიდერშიპი, პრეზიდენტი და უკრაინელი ხალხი. ვერავინ მათ ვერ მოუწოდებს, რომ აი ხა ეს დოკუმენტი იდევს და მოდი იცი რა, ამაზე ხელს რომ მოვაწერ, შემდეგ უკვე შენ თავს ვეღარ დაიცავ. ეს ერთი თავარი ამბავი უნდა გვახსოვდეს. მეორე რაც არასწორი სიტყვა არა დიპლომატიით ამ პრობლემის, ამ კონფლიქტის მოგვარება ძალიან რთულია. შეუძლებელია ამ ქვეყანაზე არაფერია, ვერაფერს ვერ გამორიცხავთ, მაგრამ დიპლომატიით აი ეს რასაც ახლა ცდილობენ, იკრიბებიან ხან შვეიცარიაში, ხან რომელ დედაქალაქში, ხან ჟენევაში და ხან შეერთებულ შტატებში, ძალიან რთულია, იმიტომ რომ პუტინს დიპლომატიით რა უნდა გადაწყვეტოს, მას გადაწყვეტილა, რომ უკრაინა უნდა დაიმორჩილოს, დაიმონოს, მთელი ქვეყანა ხელში ჩაიგდოს. ორი სცენარი აქვს. აი საქართველოსამდეც მივდივარ. ან უნდა მედვედჩუკებისნაირი პერსონაჟები დასვას იქ და ამით გაამართლოს ეს აგრესია, რომ აი ამ ხელა ქვეყანა შემოვიერთე, ან ნუ მთლიანად სამხედრო აგრესიის შედეგად უნდა დაიპყროს მთლიანად უკრაინა და დაამყაროს მასზე რუსული დიქტატურა და თავისი წესრიგი. ეს არის მისი მიზანი და ამით გაამართლებს იმ მილიონ დახოცილ ჯარისკაცს და იმ ესე ვთქვათ ბოლო 4 წლის სამხედრო კამპანიას. სხვანაირად წარმოუდგენელია. და უკრაინის მხარეს კიდე აი სხვათა შორის 600,000 სამხედრო მოსამსახურე რო ჩაუწერეს მაქსიმალური ოდენობა. ეგ არის რითიც დღეს იბრძვის, მაგრამ პრინციპი აქვს თავარი. შენ ვერასდროს სხვამ ვერ უნდა უკარნახოს უკრაინას, რამდენი ჯარისკაცი ეყოლება, რამდენი სამხედრო სუვერენიტეტის დაკნინება. და მეორე აჩუქე აგრესორს მიწები ისე რომ მას არც კი დაუპყრია, გამოიყვანე შენი ჯარი და დააჯილდოვე ის ახალი ტერიტორიებით, ეს პრინციპიც არის არასწორი, თორე
დანარჩენი იმ დოკუმენტში აი მართლა ორივე მხარის მიერ მოსმენილი სურვილების და ესე ვთქვათ, სამხედრო და პოლიტიკური მიზნების შუაში აღებული რაღაც ტიპის დოკუმენტია, რომელიც თავიდანვე მკვდრად შობილი იყო. ეგ 28-19-ად გადააკეთე. თუ გინდა 29. მაინც არაფერი არ გამოვა. შენ უნდა მიიყვანო პუტინი იქამდე, რომ მას ომის გაგრძელება უფრო გაუჭირდეს, ვიდრე ომის ხვალვე დასრულება. და მაშინ თვითონ მოვა მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს არის სამხედრო თვალსაზრისით, სანქციებით, ეკონომიკური და არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი საქართველოს. ეს აუცილებლად ასე მოხდება, იმიტომ რომ ევროპელ ლიდერებს ისევე როგორც ვაშინგტონ, დედაქალაქ ვაშინგტონში ძალიან კარგად ესმით, რომ მათი პარტნიორის დემოკრატიული უკრაინის დაჩოქება აგრესორი რუსეთის წინაშე და წინააღმდეგ არ შეიძლება და მის მხარეს ბოლომდე უნდა დადგნენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის რიტორიკა, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, პრესისთვის, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორებისთვის გაკეთებული, ყველას ძალიან კარგად ესმის, დასავლეთ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც ეს ამბავი, შესაბამისად ოცნება, რასაც ფიქრობს, ეხლა რატო გაუხარდათ, რომ აი გამართლდებოდა ეს მათი პოლიტიკა, რომ რუსეთის მხარეს იდგნენ, ვისაც გულშემატკივრობდნენ ის იმარჯვებს და რა თქმა უნდა ბიუროკრატია გვევლინება ომის პარტიათო და აშკარად ხარდამჭერი განცხადებები იყო და უკრაინის საწინააღმდეგო და ბიუროკრატიის განმარტება ხო უნდა იცოდე ბიუროკრატი ჩინოვნიკი რაღაც სამმართველოს უფროსი თუ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ბიუროკრატები კი არა პრეზიდენტი მაკრონი კანცლერი მერცი და ის ლიდერები პროპაგანდისტული გზავნილებია რომელიც ევროპული სახელმწიფოების ლიდერები რომლებსაც წარსულში ძალიან კარგად ახსოვთ მიუნხენის 1938 წლის კონფერენცია როდესაც სამწუხაროდ მაშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა დააჩუქეს სუდეტის მიწა ჩეხეთის ტერიტორიაზე გიტლერს რაც ამას შემდეგ ამას მოყვა და მეორე მსოფლიო ომში გადაიზარდა ასე რომ ასეთ შეცდომას აღარავინ არ დაუშვებს. ოცნებას რომ აი ეს იმედი აქვს რომ იგივე განმეორდება, ეს არ განმეორდება. ეხლა მეორე ოცნების პლან B, როგორც ამბობენ ხოლმე, გეგმა 2. თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გამოვიდა ამ ყველაფრიდან წარმატებული და პუტინს მოუწია უკან დახევა, მოუწია ისე ვთქვათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა, ცეცხლის შეწყვეტა და აქეთა დასავლურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვა, მაშინ ესენი შეეცდებიან პირველებმა მიასწრონ დემოკრატიულ ოპოზიციას საქართველოში დასავლეთთან და უთხრან, რომ ჩვენ უბრალოდ გვეშინოდა, თორე მართლა პუტინისტები და ეს რუსეთუმეები კი არა ვართ, თქვენები ვართ ბოლომდე, თქვენი უნდა გავხდეთ უკრაინაშიც, კიევშიც ჩაფრინდებიან და ჩაგვასწრებენ და ბრუსელშიც და ვაშინგტონში. მათ ამის უფლება მისცენ. ხო, აი ამის უფლება არ უნდა მისცეთ და ეს არის საქართველოს კონტექსტი ამ ამბავში, თორე დანარჩენი ყველაფერი გასაგებია 20-22-ის 24 ნოემბრიდან მოყოლებული რუსეთს გულშემატკივრობენ, უნდათ რუსეთის გამარჯვება, თან ამ პროცესში დიდ ფულსაც აკეთებენ, ტრანზიტულ ტვირთებს ატარებენ, რუსეთს ეხმარებიან ეკონომიკურად, პოლიტიკურად, მათგან რაღაც გარკვეულ ალბათ თქვა ფინანსურ და პოლიტიკურ დივიდენდებსაც იღებენ. ასე რომ ყველაფერი ძალიან გამოძიებებიც არის. ამ ბოლო დღეებში კარგად გამოჩნდა, რომ რაღაც ისეთი დოკუმენტი გამოვიდა, რომ უკრაინას არ მოწონს და ამათმა ხელების ფშვნეტა დაიწყეს, რომ აი, ხედავ როგორ დააჩოქეს ეს ნაადრევი იყო მათი ზეიმი. პეტრე, მოდი დაუბრუნდეთ საკითხებს, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. დღეს იყო ნიკა მელიას პროცესი, მან თქვა ასეთი რამ. ვერ ვითანამშრომლებ კაცთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციიდან ივანიშვილზე გარიგებული და გაყიდული მიწოდა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მე მხარი აობა რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა ჩემი მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში, იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელს ვუწოდებთ, ასეთ ცილისწამებულ ბრალდებას ისვრის და ბოლოში იტყვის, რომ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ, ჩემი პირადი პოზიცია, რომ ასეთ ადამიანთან ერთ სივრცეში ვერასოდეს ვერ მნახავთ და სხვათა შორის ასევე ამბობს, რომ ვერც ივანიშვილთან ვერ ვითანამშრომლებ. ერთ სიბრტყეში აყენებს ის მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტზეა საუბარი, იცით თქვენ ცხადია ეს პოსტი, ნიკა მელია არის ამ სიტყვების ავტორი, მინდა თქვენი შეფასება და კომენტარი მოვისმინოთ. ორივე ეს ადამიანი პოლიტპატიმარია, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, მე დარწმუნებული ვარ ერთმანეთში ამ ამბავს მომავალში გაარკვევენ.
ჩვენ აქ გარედან თავისუფლებაზე მყოფი ადამიანების მხრიდან იმის შეფასება იმანეს რატო დაწერა ან ამანეს ასე რატო თქვა მე არ მგონია რომ სწორი იყოს უბრალოდ მოწოდება იმისკენ რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ რეჟიმის დასამთავრებლად ჩემის აზრით სწორი მიდგომა არის წარსულში ბევრი გვინახავს ერთმანეთთან დაპირისპირებული ვიღაცა სხვასთან იყო ურთიერთობაში კოორდინაციაში რა ვიცი ივანიშვილთან მართლა რომ ხმელიაზე კი არ ვარ მაგრამ მართლა რომ ივანიშვილის გუნდში იყვნენ ისეთი ადამიანები გადმოვიდნენ და ჩვენ გვერდს გვიმაგრებენ ხო და რა ვიცი თქვენ ესეთ ანუ ფიქრობ რომ მორიგდებიან ივანიშვილის მელია და მორიგდებიან ესე ვთქვათ მათ კომუნიკაციის პრობლემა არ შეექმნებათ ამას თავის დრო მოიტანს ისინი პირველ რიგში გარეთ უნდა იყვნენ თავისუფლებაზე უნდა იყვნენ რომ პოლიტიკური აქტორებად დაუბრუნდნენ ამ ჩვენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და ამის მერე მე დარწმუნებული ვარ შეძლებენ საერთო ენის და ასე ვთქვათ სათანამშრომლო სივრცის გამონახულს კი ბატონო პეტრე აი თქვენ თქვით ეს უნდა იყვნენ თავისუფლები ცხადია მიხეილ სააკაშვილიც ყველა პოლიტიკური ლიდერი სინდისის პატიმრები მათი ნაწილის სასამართლოც იყო სხვათა შორის დღეს მათი თავისუფლება არის ერთ-ერთი ორიდან ერთი მთავარი მოთხოვნა და მეორე მოთხოვნა ეს არის ახალი არჩევნები ეს არის ის რაზეც თანხმდება როგორც ოპოზიციური სპექტრი ასევე საზოგადოება ჩვენი პოზიცია თავიდანვე ახალი არჩევნები, ოღონდ როდესაც ის თავისუფალია, სამართლიანია, კონკურენტულ გარემოში ტარდება, ესეთ არჩევნებს აქვს აზრი თორე ხა ეგრე არჩევნები აგერ ერთი თვის წინათ ჩატარდა, მაგრამ არის საუბარი რომ ივანიშვილმა შესაძლოა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თქვენ თუ იზიარებთ ამას და ხედავთ თუ არა ამის საფუძველს. მე ამის ბოლომდე ვერ ვიზიარებ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი რაღაც ვარაუდებია, ტორებია, გამორიცხვით ვერ გამორიცხავთ, მაგრამ შეიძლება დანიშნოს, მაგრამ იმაში რაზეც ამბობენ რომ რაშიც ჭირდება რომ თქვა ის კონსტიტუციიდან 78 მუხლი გინდა თუ რომ გამოიღოსო. საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, ვერისრულად უმრავლესობა ამისთვის მოიპოვოს. ის 78 მუხლი იქ რო წერია მაგ მოცემულობაში რამე ხელი შეეშალა, ვერ შემოაბრუნა, ასე ვთქვათ, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ვერ წავიდა რუსეთისკენ თუ რა. ეს ერთი და მეორეც თუ ვთქვათ რაღაც ტერიტორიულ დათმობებზე და ასე ვთქვათ იმ სეპარატისტული ჩვენი საქართველოს განუყოფელი სუვერენული ტერიტორიების ცალკე სახელმწიფოებად აღიარებაზე და ესეთ ღალატზეა საუბარი. არც ამისთვის ამასაც როგორც წესი მთავრობები აკეთებენ ხოლმე, ხო? საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა შეკრიბოს მაინდა-მაინც, რაზეც არის ახლა საუბარი. 30-მდე ძალაუფლების გახანგრძლივებაზე რაში? შეკრას საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროსო, ეს არის ხო თეორია. არც ამისთვის არ ჭირდება. ანუ 30-მდე ძალაუფლების ამ ხელა პოლიტიკური ტანვარჯიშის, თქვა, სავარჯიშოები რატომ უნდა გააკეთოს ახალი არჩევნებით და რესურსების ხარჯვით, როდესაც ის ყველაფერი, რაზეც საუბრობენ, ისედაც შეუძლია რომ განახორციელოს. მაგრამ ნუ გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამორიცხავთ. თუ 2026-ში ჩაატარებს 2030-მდე მისი ძალაუფლება გახანგრძლივდება, იმიტომ რომ ასე კალენდარულად 2028-ში არის არჩევნები. ესე 28-ში არის ხა, მაგრამ აბა ეხა მაგათ შეეკითხე, ეგენი 28-ში ფიქრობენ, რომ ძალიან მარტივად რისთვის კრძალავენ პარტიებს და 28-ში გაიმარჯვონ და 32-მდე ისხდნენ. 30-ს რომ იმეორებდა. 30-ს არ ემთხვევა არჩევნები ეხა ამ მოცემულობით, ხო, ამ კალენდრით 32-მდე მიდის. არა, ამ დღევანდელი კალენდრით არა. 32-მდე და მე დარწმუნებული ვარ, ეგ ფიქრობს, რომ 32-შიც უნდა დარჩეს, მე არ ვიცი თუ თქვა დაბერდება და ჯანმრთელობა ხელს არ შეუწყობს, თავის დინასტია გააგრძელებს და ასე შემდეგ. მათ ასე წარმოუდგენიათ, ხო? სხვათა შორის ცუდი რაც არის ამ ყველაფერში, აი პარალელიც მინდა გავავლო რა, სხვა ყველაზე მარტივი მაგალითი აგერ რუსეთი არის, რომ 20 რამდენი წელი გამოვიდა 22-23 წლის თავზე დიქტატურაც ქონდა პუტინს დამყარებული, ყველაფერი ესე ვთქვათ რიგზე ქონდა, მაგრამ იმისათვის რომ მეტი ლეგიტიმაცია მოეპოვებინა თავის ხალხში, შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში დაპყრობის მიზნით. მაგას მართლა ეგონა რომ ერთ-ორ კვირაში ხრეშჩატიკზე იქ ზეიმს გამართავდა და დღესასწაული იქნებოდა და 9 მაისს აღლუმზე გამოვიდოდნენ რუსი სამხედროები, კიევის ცენტრში ასე წარმოედგინა და ამითი, ასე ვთქვათ, დაიმსახურებდა დიდ სიყვარულს და ნდობას და რა თქმა უნდა, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი კიდევ საერთოდ კოსმოსში გავარდებოდა, ასე წარმოედგინა. ესენი არცად წამსვლელები არ არიან, საერთოდ
პარტახეს ყველაფერი ხო უსაფრთხოების თვალსაზრისით სასამსვლელები არ არიან არჩევნების გზით არა სხვა რაღაცას ვამბობ არცად შემოვარდნელები ესენი არ არიან იმიტომ რომ ნუ გასაგები მიზეზების გამო არ უმუშავიათ არც ერთი მიმართულებით რომ ჩვენი უსაფრთხოება გამტკიცებულიყო ესენი რასაც აკეთებენ პუტინი ხო სამხედრო გზით ცდილობდა ესე ვთქვათ მეტი ლეგიტიმაციის მოპოვებას ესენი დიქტატურის გამტკიცების და კონსოლიდირების და რაც დრო გავა კიდე უფრო მეტი სიმკაცრე იქნება კანონმდებლობის თვალსაზრისით ინსტიტუციების კუთხით ერთ კაცზე მორგებული ყველა ჩვენ ამას ვადევნებთ თვალს სამინისტრო თუ ინსტიტუციის ერთი კაცის მსახურებაზე და მის ინტერესებზე და მის ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენაზე მორგებული იქნება ამ კუთხით დიქტატურა როგორ ხარდება ჩვენ ამას ვადევნებთ თვალს ადამიანის უფლებები როგორ იზრდება ამას ვადევნებთ ესენი სამხედრო კუთხით მადლობა ღმერთს საფრთხე ამათგან არ გვემუქრება ესენი მხოლოდ და მხოლოდ კიდე უფრო ღრმა დიქტატურაში წავლენ იმიტომ რომ აი ეს მოაქვს გრძელი ვადით უკვე 13-14 წელია ხელისუფლებაში არიან კიდე ერთი ამდენი უნდათ რომ ხელისუფლებაში იყვნენ ამიტომ აი ეს ჯაჭვი რაღაც მომენტში აუცილებლად უნდა გაწყდეს როგორ უნდა გაწყდეს როდესაც პარტიების აკრძალვა იგეგმება როდესაც არ გექნება შესაძლებლობა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა ეს პარტიები ხო ის რა ქვია საბუთები და ესე ვთქვათ წესდება და იუსტიციის სახში რეგისტრაცია არ არის მხოლოდ პარტიები არის ხალხი იდეოლოგია მისწრაფებები მიზნები ის ადამიანები ვინც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ხარს უჭერენ არჩევნებში ჩვენ ესეთ არჩევნებში ისედაც არ ვიღებთ მონაწილეობას ხო აგერ ადგილობრივი ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს არჩევნებად წოდებული ბადამდელი არჩევნები რო ჩაინიშნოს არ მიიღებთ თავისუფალი თუ აი როდესაც მოვა თავისუფალი არჩევნების ჯერი და როდესაც თავისუფალი არჩევნები ჩატარდება როგორც გაგვიუქმეს თუ აპირებენ გაუქმებას ჩვენი საბუთებისას ისე აღვიდგენენ ჩვენ ნომერსაც პარტიასაც და ყველაფერს დაგვირეგისტრირებენ ხელახლა წესდება გაივლის თავის ბეჭედს ვერ წარმომიდგენია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს მეც თავისუფალი არჩევნები მაგრამ ეწოლით შიდა გარე უნდა მივიდეს სიტუაცია იქამდე რომ ასეთი არჩევნები ჩაატაროს რა კითხვის დასმა მინდა გაყალბებულ არჩევნებში წინასწარ თქვა რომ რა თქმა უნდა შევალ რისთვის შევალ გასაგებია ნახეთ რა კითხვა უნდა დავსვა მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თვლით თუ არა, რომ შესაძლოა თუ რომ უნდა დაიწყოთ ამაზე ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე ფიქრი ან ერთმანეთთან საუბარი, რომ თუ მართლაც ჩაინიშნა და ვადამდელი თუ ახალი არჩევნები, ამ შემთხვევაში თქვენ ამას მზად დახვდეთ, გქონდეთ თქვენი მოთხოვნები იგივე სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პარტიების არაკრძალვასთან ან აღდგენასთან დაკავშირებით, აი ამაზე თუ უნდა ისაუბროთ ერთმანეთთან. გადახტომის და შემდეგ ოპას დაძახების მომხრე ვარ იმისი არ იყოს მთავრობებს რო აყალიბებდნენ 20-24 წლის არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილის რაღაც ფორმატები იყო, ხალხი დადიოდა სამინისტროებს ინაწილებდნენ. ასეთი მიდგომების ესე ვთქვათ, დიდი მოტრფიალე მე არ გახლავართ, მხარს ასეთ ამბებს არ უჭერ, თავისით ბუნებრივად უნდა მოხდეს პარტიების გაერთიანება და როგორ ხდება ხოლმე საერთო ინტერესების გარშემო, საერთო ამოცანის გარშემო, როგორც არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, შეიძლება ეს ამოცანები საერთო იყოს, მაგრამ მაინც ვერ თანხმდებოდნენ პოლიტიკური პარტიები და საჭირო გახდეს ერთი კაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც მთელ ამ ძალისხმევას კონსოლიდაციას გაუკეთებს სხვადასხვა პარტიულ ძალისხმევებს, შეკრავს და მის ქვეშ მოხდება ამის ესე ვთქვათ გაერთიანება. ანუ ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი და მე დარწმუნებული ვარ რომ დაინიშნება აი თქვა რომ მე ამ პარტიების აკრძალვის მომხრეც ვარო, იმიტომ რომ ახალი პოლიტიკური პროცესი და ახალი პოლიტიკური პოლიტიკოსები უნდა რესტარტი იქნება, აი კომპიუტერს რო დააჭერ და რეფრეშს რო გაუკეთებ და რესტარტს რომ მიცემ, ხო, რიბუთინგი რო არის. ეგეთი ამბავი ხდება. მაგ თვალსაზრისით კი შეიძლება ჯანსაღი პროცესიც კი იყოს და სხვათა შორის გაერთიანებისკენ უფრო მეტად უბიძგოს პოლიტიკურ აქტორებს ამ ველზე, იმიტომ რომ როდესაც დადგა თქვენ ახსენეთ არჩევნები რო დაინიშნოს მე ყველაფერს ძალიან კარგად მოასწრებ 2-3 თვე გაქვს მანამდე კონსულტაციებსაც გამართავ საერთო პლატფორმაზე შეჯერდები იმ ნომერსაც აირჩევ ჩვენ მაგალითად ჩარჩავ თავაზობდით ამ ჩვენ 5 ნომერსაც დავუყმობთ ყველაფერს საერთო სიები ჩამოვაყალიბოთ და ერთიანი ფრონტით ვებრძოლოთ. დანარჩენი ოპოზიციიდან სამართლიანობის უნდა ითქვას მხოლოდ
ზურაგირჩი ჯაფარიძე გვიჭერდა მხარს და ამიდეის მომხრე იყო. ერთი კითხვაც და მაგრამ ნუ სამწუხაროდ ვერ შედგა ეს მაშინ. შემდეგი არჩევნები რო იქნება, ერთის მხრივ უნდა მაქსიმალური ძალისხმევა დაიხარჯოს იმისათვის, რომ ეს იყოს მართლა არჩევნები, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტულ გარემოში ეს პოლიტპატიმრები საარჩევნო ველზე იყვნენ და ხალხთან დადიოდნენ სააგიტაციო და არა ციხეებში გამოკეტილი და მეორეს მხრივ უნდა იმუშაო იმ გაერთიანებაზე და ძალისხმევის ესე ვთქვათ